ერთი პრივილეგირებული ბიზნესმენის მცდელობა, რომ პარლამენტიდან ეჭორავა შანტაჟის ენით საუბარი უნდა გაქრეს, ყველას მოუწევს პასუხი აგოს როგორც თავის ვალდებულებებზე, ასევე სიტყვებზე. ასე პასუხობს გიორგი გახარია მამუკა ხაზარაძეს, რომელმაც დღეს საპარლამენტო ტრიბუნიდან პირობა დადო, რომ არჩევნების მეორე ტურის წინ გიორგი გახარიასაგან მიიღებულ მუქარის შემცველ წერილს გაასაჯაროებს, თუმცა იქვე განმარტავს, რომ ეს ჟურნალისტებთან არ მოხდება. ხაზარაძემ დღეს ისიც თქვა, რომ ამ საქმეს თაროზე არავის შემოადებინებს. 17 მილიონის სადაო ტრანზაქციაზე მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს დეპუტატებმა ჩაშლილის ხდომიდან ზუსტად ერთი კვირის შემდეგ მოусმინეს. საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტში ხდომა 4 საათს გაგრძელდა და კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. დღეს ამ სკანდალურ საქმეზე განმარტებები ეროვნულმა ბანკმაც გააკეთა. ოპოზიციამ კი შინაგან საქმეთა მინისტრი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ახსნა განმარტებებისთვის პარლამენტში დაიბარა. რამდენიმე წუთის წინ პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, საგამოძიებო უწყების განმარტებებს უკვე ნინო არღულიანი გაგვაცნობს პირდაპირ ეთერში. ლევან, შეიძლება ითქვას, რომ პარლამენტიდან პროცესებმა უკვე გენერალურ პროკურატურაში გარდაინაცვლა. გენერალურმა პროკურატურამ რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა განცხადება, სადაც ვკითხულობთ, რომ სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს TBC ბანკის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ დაკითხვისას გამოძიებას უთხრა, რომ მან მიიღო მუქარის შემცველი შინაარსის წერილი შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასგან. პროკურატურის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მამუკა ხაზარაძე დაკითხვისას მხოლოდ ეროვნული ბანკის ოფიციალურ წერილზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც თანამდებობიდან მისი და ბადრი ჯაფარიძის გადაყენებას უკავშირდება. გენერალურმა პროკურატურამ დღესვე მამუკა ხაზარაძის დაკითხვის ოქმიდან ამონარიდი გაავრცელა, სადაც ვკითხულობთ ასეთ რამეს. ჩვენი ღრმარწმენით არა, ასე ვთქვათ, ვარაუდს გამოთქვავთ, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის წერილი, რომ შეიძლება დავტოვოთ ჩვენი თანამდებობები და ეს დაჩქარებულად 11 წლის წინანდელ საქმის ყველა უწყებაში ფორსირებულად გამოძიება ემსახურება იმას, რომ შეილახოს საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი იმიჯი და გაჩერდეს ანაკლიის სპორტის დაფინანსება. ამას ვაცხადებ მთელი კატეგორიულობით, მსგავსი წერილი მე მივიღე ამ მუქარით და როცა საჭირო იქნება მე ამ წერილს გავასაჯაროებ, თუ როგორ გვემუქრებიან სწორედ ესეთი სიტყვებით. ეს არის მამუკა ხაზარაძის ჩვენების ოქმიდან ამონარიდი, რომელიც რამდენიმე წუთის წინ პროკურატურამ გაავრცელა. დღეს მუქარსა და შანტაჟთან დაკავშირებით მამუკა ხაზარაძემ მხოლოდ გიორგი გახარიასთან მიმართებაში არის საუბრა. მამუკა ხაზარაძემ დღესვე განაცხადა, რომ ის მას და მის პარტნიორ ჯაფარიძეს აშანტაჟებდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. მამუკა ხაზარაძემ დღეს საპარლამენტო ტრიბუნიდან მისი პასუხისგებლობის საკითხი მოითხოვა და დეპუტატებს თხოვა ამ თემაზე საგამოძიებო კომისია შეიქმნას. წერილი იყო შინაგან საქმეთა მინისტრისგან მოწერილი ბატონი გახარიასგან. სადავო 17 მილიონი ერთმა წერილმა გადაფარა. მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ამბის გაგრძელება უფრო ხმაურიანი აღმოჩნდა. TBC ბანკის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტის ტრიბუნიდან შანტაჟი დაადანაშაულა და თქვა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე პირველი პოლიციელისგან წერილი მიიღო, სადაც გახარია ხაზარაძეს საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე რეპუტაციის დანგრევით ემუქრება, რის სანაცვლოდ ბანკირმა დღეს არ თქვა. არჩევნების მეორე ტურის წინ მე ვიღებ წერილს ერთ-ერთი ძალიან მაღალ ჩინოსნისაგან, რომელშიც პირდაპირ მუქარით გვეუბნება, რომ ისინი ჩვენ რეპუტაციას დაანგრევენ ადგილზე და საერთაშორისო ასპარეზზე. ეს წერილი მე მაქვს. მე ძალიან გამიკვირდა, რომ ესეთი წერილი დაწერეს და სიტყვიერად არ გვითხრეს ეს ყველაფერი. მე მინდა რომ არ აღმოჩნდე იმ სიტუაციაში, რომ წერილები დავიწყო სირბილი, ესე თქვა, იმის რა ქვია, ამ მედიის და ჟურნალისტების წინაშე რა. ეს არის მუქარის წერილი რაღაცის შეასრულების საფასურად, რომელიც ჩვენ არ გავაკეთებთ და არც გავაკეთებთ. კონკრეტულ ქმედებებზეა იქ საუბარი, რა უნდა განვახორციელოთ ჩვენ და თუ ამას არ განვახორციელებთ, ძირითადად უკავშირდება წინა საარჩევნო თემებს. საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტი TBC-ის დამფუძნებლის მოხსენებით გაიხსნა. მამუკა ხაზარაძემ სათქმელი რამდენიმე ეტაპად დაყო და განმარტა, რას გულისხმობს ორკესტრირებულ შეტევაში. გახარიას შემდეგ ხაზარაძემ კობა გვენეტაძეზე ისაუბრა და ამჯერად შანტაჟში ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი დაადანაშაულა. ეროვნული ბანკი პრაქტიკულად პირდაპირ შემიძლია გითხრათ, მაშანტაჟებდა და გვაშანტაჟებდა მე და ბადრის. მისი პრეზიდენტის და მისი თქვენს მიერ ახლა დარჩეული მოადგილის ვიცე-პრეზიდენტის მხრიდან მოითხოვეს, რომ ესე თქვათ განეხილათ ჩემი და ბადრის ბანკში დარჩენის ასე თქვათ მიზანშეწონილობა
თუ არა და ისინი გამოსცემდნენ ბრძანებას ჩვენი გადაყენების შესახებ, ან მოითხოვდნენ ბუფერული კაპიტალის გაზრდას, ანუ პრაქტიკულად დაგვემუქრნენ. მე მივედი ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან და უთხარი, რომ ჩვენ მზათა ვართ გადავდგეთ თავმჯდომარეობიდან და მოადგილეობიდან, რახანაც რეგულატორი ხართ და ჩვენ პატივისცემთ რეგულატორს და მინდა გითხრათ, რომ ჩვენ არაზოს პრობლემა რეგულატორთან არ ქონია და რაიმე კამათი და ამ შემდეგ. მათ თქვენს რომ არა, თქვენი თავმჯდომარეობა და მოადგილეობა არ არის საკმარისი, თქვენ საბჭოდანაც უნდა წახვიდეთ. პირველი განცხადებიდან მეორე განცხადებამდე ჩვენმა ინვესტორებმა 200 მილიონი დოლარი ზარალი მიიღეს. მე ვეუბნები, რომ მოგვეცით წერილი, რომ ეს საკითხი არაფერ კავშირში არ არის ფულის გაერთიანებასთან დაკავშირებით. ვეუბნები ეროვნული ბანკის პრეზიდენტს და მის ვიცე-პრეზიდენტს. მეორე დღეს ვიღებ წერილს, ვიღებ WhatsApp-ით წერილს და სადაც წერია, რომ ეს არის წერილი, გახაზული მაქვს, სადაც წერია, რომ ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში ეროვნული ბანკი მწერს. ანუ წერილის ნიმუშია. არანაირი კრიმინალური და ფულის გაერთიანების საკითხი არ არის. საკითხი ეხება ინტერესთა კონფლიქტს. ინგლისურად ამას ქვია blackmailing-ი, ქართულად ქვია მას შანტაჟი. მე ვუთხარი, მე მირჩენია თქვენ მომხსნათ, იმიტომ რომ ეს არის დისკრიმინაცია, ეს არის უფლებების შელახვა და არაპროპორციული ზომები ჩვენს მიმართ. ბატონებო, დამიჯერეთ, ტყუილია რომ ვიღაცამ გადაგვაყენა, ვიღაცამ გადმოგვაყენა. ეს იყო ჩემი გადაწყვეტილება, რომელიც დავწერე თვითმფრინავში, იმიტომ რომ კამბოჯაში მივემგზავრებოდი იაპონელებთან შეხვედრაზე და გადავდექი სწორედ იმის გამო, რომ ბანკი მთლიანად არ ჩამოქცეულიყო. მე ვთვლი, რომ ეს რაც ჩვენს წინააღმდეგ მოხდა, ცილდება ყოველგვარ ნორმას, ზღვარს და ასე შემდეგ. არც ბანკს ვეფარები და არც ანაკლიას. მიდის ჩვენი იმიჯის დისკრედიტაცია სწორედ იმ ბანკებთან, რომელიც ერთი მხრივ არიან ჩვენი პარტნიორები და მეორე მხრივ უნდა მოვაწეროთ ხელი 600 მილიონიან პაკეტის დახურვას მაის-ივნისში. მათ პირდაპირ თქვეს, რომ ისინი ვერ გააფორმებენ ჩვენთან ხელშეკრულებას, იმიტომ რომ არსებობს უამრავი KYC თემა, სანამ არ დაიხურება ეს თემა და ნათელი არ მოეფინება ამ სიტუაციას. თუ ამოცანა სხვა არის, რომ ჩვენ არ ვიყოთ ამ პროექტში, მაგიც კაცურად გითხარით და გავიგებთ, მაგრამ ეს ფორმა არ არის სწორი. მე მირჩენია მოვიდნენ ჩემთან და მითხრა, რომ იცი რა, ზედმეტი ხარ რა აქ, არა, მაგრამ ამ ქვეყნიდან მე არ წავალ პირდაპირ გეუბნებით. არ წავალ რა, არცად არ წავალ, იმიტომ 27 წელი მე და ბადრიმ და ჩემმა გუნდმა 10000-მა კაცმა შევალიეთ აქაურობას, იმიტომ რომ აქ უნდა ვაკეთოთ ჩვენი საქმე. ესე გვჯერა ჩვენ. ესე თქვა, წუხვა არ ამდგომა, ძალიან მშვენიერ მდგომარეობაში ვარ, იმიტომ ესეთ მდგომარეობაში მე არავის არ ყოფილა პირდაპირ გეუბნებით, იმიტომ რომ ვამბობ სიმართლეს, ხმამაღლა ვამბობ სიმართლეს. და არ ვეუბნები მარტო ჩემი გუნდის წევრებს და არ ვლაპარაკობ კულისებში. ამიტომ მე კიდევ ვიმეორებ, არ მაინტერესებს როგორც ბიზნესმენს, ან ნოლები ანგარიჟი, ან მოგება თუ არ იქნება თავისუფლება და თუ არ იქნება ადამიანები, თუ არ იქნებიან, რომელსაც აქვთ შეზღუდვა. თუ იქნება შეზღუდვა, აქ არაფერი არ გამოვა. ხაზარაძემ ვრცლად მოყვა სადავო ტრანზაქციის დეტალებიც და ავთანდილ წერეთელთან პარტნიორობაც. გავლენიან ბანკირს უკვირს, რატომაა სადავო 17 მილიონი, როცა ბანკმა ბოლო რამდენიმე წელში რამდენიმე ასეული ვალი ჩამოწერა. ვიღებთ 60 მილიონ დოლარს პერსონალურ კრედიტს მე და ბადრი ჯაფარიძე JP Morgan-ისაგან და აშმორის ფონდისაგან. იმისათვის რომ ჩვენ 200 მილიონზე ავსულიყავით, ბუნებრივია 10 მილიონს დებდა AFC და DG, ჩვენ დაგვაკლდა 20 მილიონი. მე არაერთხელ ამიღია ავტოსგან და მისი კომპანიისგან სესხი და რა თქმა უნდა ეს სესხები არ ყოფილა არასდროს დაკავშირებული TBC ბანკთან და არასდროს არ დამისვია კითხვა. აქვე მინდა გითხრათ, რომ არასდროს არც ერთი ბიზნესი TBC ბანკს არ ქონია არაპროფილური. სატელეფონო საუბარს ვახორციელებ ავტოწერეთელთან, ვეუბნები რომ ავტო მჭირდება თანხა, მეუბნება როდის გჭირდება, ვეუბნები გუში მჭირდება, რა გარანტია, ვეუბნები რომ მაგ გარანტია, შენ არა ხარ პირველი, 60 მილიონი უკვე ჩაგვერიცხა და აგვისტოში ეს ყველაფერი თარდება, მოკლევადიანი სესხი მჭირდება რა. ვიღებთ ავტოსგან 17%-იან სესხს, რომელსაც მე ვაფორმებთ. 17%-იან წლიურ სესხს ვაფორმებთ და ჩვენთვის პროცენტს პირდაპირ გეუბნებით არამატერიალური დატვირთვა ქონდა, იმიტომ რომ თავარი იყო რომ ეს ყველაფერი შეგვეკრა და ესე თქვათ დაგვეხურა ეს გარიგება. ჩვენ გვახსენდება რა ხდებოდა 2008 წლის ბოლოს. ინფორმაციის ბანკდავით მინდა გითხრათ რომ თლიანად 2008 წლის ბოლოს საბანკო სექტორში დარეზერვდა 800 მილიონი ლარი. 800 მილიონი ლარი, იმიტომ რომ იყო სრულიად კატასტროფული მდგომარეობა შექმნილი. რამდენადაც რუსეთის არმია იმყოფებოდა 90 კილომეტრში თბილისიდან. შესაბამისად აქ სესხებზე კი არ იყო საუბარი, იყო გადარჩენაზე საუბარი ზოგადად. ამიტომ საუბარი დაჩქარებულ ჩამოწერაზე ეს არამხოლოდ არაობიექტურია. ჩემი აზრით წინააღმდეგობაში მოდის სინდისთანაც, იმის გამო რომ ამ დროს უდიდესი ბანკები ვერ გადარჩნენ.
კითხვა TBC-ის დამფუძნებლებთან თითქმის ყველა დეპუტატს ჰქონდა. მოხსენების დასრულების შემდეგ დეპუტატები წერილის შინაარსის გარდა იმითაც დაინტერესდნენ, რატომ ეპატია 17 მილიონი წერეთლის კომპანიას და სად იყო ეროვნული ბანკის მაშინდელი ხელმძღვანელი გიორგი ქადაგიძე, რომელიც ამ ტრანზაქციით არ დაინტერესებულა. თქვენ ახლა პარლამენტში მოსვლა უფრო მეტად გაგიადვილდათ, იმიტომ რომ ალბათ იმედი გაქვთ, რომ დღეს გარემოება და მოცემულობა არის განსხვავებული, ვიდრე იმ წლებში იყო. თორემ მე პირდაპირ დავაყენებდი ირაკლი ქადაგიძის პასუხისგებლობის საკითხს, იმ პერიოდში რა ხდებოდა და გაგვცეს მანაც პასუხები. ბატონმა მამუკამ განაცხადა, რომ მას იყო ორკესტრირებული შეტევა. ცხადია ორკესტრს ყავს დირიჟორიც. საზოგადოება შეიძლება თავად ხვდებოდეს ორკესტრსაც და დირიჟორსაც და მე განსაკუთრებით, მაგრამ ალბათ ურიგო არ იქნება, რომ ეს თავად ბატონმა მამუკამ ბრძანოს. თქვენ ვის უკავშირებთ, ვინ დგას ამ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის და სახელმწიფო რგოლის უკან? ეს სახელმწიფო აღარ არის თუ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ინარჩუნებს თანამდებობას. ეს სახელმწიფო აღარ არის თუ დღევანდელი მთავრობა ინარჩუნებს თავის პოზიციას. როდესაც 17 მილიონი როგორც მივხვდი არ არის დაბრუნებული დღემდე და ეს თანხა არის ჩამოწერილი გარებანასიდანაც კი ალბათ უკვე 5 წლის გასვლის შემდეგ მსგავსი შემთხვევები რამდენი იყო თუ არა მსგავსი შემთხვევები გათვალისწინებული საკრედიტო პოლიტიკით ჩვენ გაგვიჭირდებოდა და აკრძალული ქონდა ესე თქვა 17 მილიონის აღება ჩვეულებრივი როგორც დამფუძნებლებს ვიმე გვიგრძალავდა თქვენ როგორ გონიათ ვერ ავიღებდით ამას კომიტეტზე გაგვეტანა განვაცხადებდით ელემენტარულად სამეთვალყურეო საბჭოზე ისაც მოაყოლეთ რომ იმდენი ჭკუა მაინც აგვაქვს რომ ესე თქვა პირად ანგარიშებზე არ ჩავირიცხავდეთ ამ თანხას ხო თქვენ მიიღეთ აღნიშნული წერილი ბატონი გახარიასგან თქვენ ახსენეთ რომ ეს მოხდა მეორე ტურის წინ რატომ არ გაგიჩნდათ სურვილი რომ მომენტალურად ეს წერილი მიგეტანათ პროკურატურაში და ასე თქვა მოგეცეთ საოცრება ის არის რომ მე ამის შესახებ ჩემ დაკითხვის ოგში ვთქვი გამიგეთ და ამის მერე არ აიღიძა არც მოსამართლემ არც პროსამმა პროკურორმა კითხვაც კი არ დამისვა მე ვუთხარი რომ ჩვენზე არის შემოტევა მუქარა და ეს არის ჩაწერილი და არავინ არათუ დაინტერესდა არამედ თუ საქმე აღძრა 9 იანვარს გააკეთეს საშინელი განცხადება, რომელმაც პირველი 90 მილიონი ზარალი მიაყენა ჩვენ ინვესტორებს. ერთ დღეში მართლა როგორ მოხდა? მართლა ყველას გვაინტერესებს აბსოლუტურად გულწრფელად რომ წარმოდგენა არ ქონდათ რომ თქვენი ბანკიდან გაიტანა კრედიტი და ისე გასესხათ 17 მილიონი. ბატონ მამუკა, თქვენ ქონიათ როდესმე ღია საკრედიტო ხაზი? არა. არა, მაშინ ვერ გაიგებთ ამას. ადასტურებთ თუ არა რომ წარმოდგენა არ ქონდათ რომ თქვენი ბანკიდან ქონდა 17 მილიონი გამოტანილი წერეთელს და ასე ისესხეთ რომ წარმომავლობა ამბულის არ იცოდით ასია მამუკა არ ქონია არც მაშინ არც შემდგომ და არ შეიძლება სამეთვალყურეო საბჭოს კონდეს წარმოდგენას თუ რა კომპანია რამდენს ესხულობს ბანკიდან შეუძლებელია თქვენი საუბარი 17 მილიონი ვიცოდით არ ვიცოდით ეს თემა ეროვნულ ბანკის კომპეტენციაში მთავრდება მილიონ ლარიანი ჯარიმით რომელსაც ჩვენ არ ვეთანხმებით იმიტომ დავეთანხმეთ რომ ბანკს ანგრევდით ამ გადაწყვეტილებით როგორ გითხრათ შედით და ნახეთ ელემენტარულად რა მდგომარეობაში ჩააყენეთ ბანკი და ასე შემდეგ ეს იძულებითი დათანხმება იყო პროცესები ბანკირების საპარლამენტო მოსმენით არ დასრულდება. მოქმედება უკვე პროკურატურაში გაგრძელდება. სადავო ტრანზაქციის შემდეგ გენერალური პროკურატურა ხაზარაძეს უკვე სადავო წერილის შესახებ იბარებს. ხმაურიანის ხდომის დასრულების შემდეგ მამუკა ხაზარაძემ პასუხი ეროვნული ბანკისგანაც მიიღო. რეგულატორს არ ესმის, რატომ არის შანტაჟი ის, რაც მათი პირდაპირი ვალდებულებაა. მამუკა ხაზარაძის განცხადებას მალევე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარია ამბობს რომ ის წერილებს არ წერს და სათქმელს პირდაპირ ამბობს ამ თემის კომენტირებისას ნომერ პირველმა პოლიციამ ასევე თქვა რომ დღეს ადგილი ჰქონდა საპარლამენტო ტრიბუნიდან ჭორაობას ესე იგი ეს იყო ერთი პრივილეგირებული ბიზნესმენის მცდელობა პარლამენტის ტრიბუნიდან ჭორაობით იმუნიტეტის მოპოვების მე წერილებს არ ვწერ. მე სათქმელს პირდაპირ ვეუბნები და პირში ყველას. მათ შორის იმ ხალხს ვისთანაც საქმიანი ურთიერთობა მაქვს. პრივილეგირებულობა ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს. შანტა ბიზნესში
შანტაჟის ენით საუბარი საერთოდ საჯარო პოლიტიკიდან უნდა გაქრეს და მიუხედავად ამ შანტაჟის ენის საუბრისა, ყველას მოუწევს პასუხი აგოს როგორც თავის ვალდებულებებზე, ასევე სიტყვებზეც. რაც შეეხება პარლამენტში მისვლას, არაერთხელ მივსურვალა ამ საქმესთან დაკავშირებით მივალ დიდი სიამოვნებით პარლამენტში. მან შემდეგ რაც საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტში ხმაურიანის ხდომა დასრულდა, გაკეთდა პოლიტიკური შეფასებებიც თავად დეპუტატების მხრიდან. საპარლამენტო ოპოზიცია კომისიის შექმნას ითხოვს ამ თემასთან დაკავშირებით და დღეს ღიად საუბრობს იმაზე, რომ პოლიტიკური ანგარიშწორებას აქვს ადგილი TBC ბანკის დამფუძნებლების წინააღმდეგ, რაც შეეხება მმართველ გუნდს. მმართველი გუნდი ამ ფაქტს კატეგორიულად უარყოფს და დღეს მმართველი გუნდის წევრები ამბობენ, რომ თავად საზოგადოებამ უნდა განსაჯოს, რამდენად დამაჯერებელი პასუხები მიიღეს დღეს TBC ბანკის დამფუძნებლებისგან სადავო ტრანზაქციის დეტალებთან დაკავშირებით, მათ შორის იმასთან დაკავშირებით, რომ მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ არ იცოდნენ, რომ ავთანდილ წერეთლისგან ნასესხები ფული მათივე ბანკის მიერ გაცემული სესხი იყო. TBC ბანკის საქმე, ეს არ არის არც მამუკა ხაზარაძის საქმე, ეს არ არის არც 17 მილიონის საქმე. რაც დღეს მოვისმინეთ, ეს არის ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების პირდაპირი ჩართულობა რეკეტში, პირდაპირი ჩართულობა დაყაჩაღებაში და პირდაპირი ჩართულობა ამორჩევლის საარჩევნო მოსყიდვაში. ჩვენი მოთხოვნაა პირველ რიგში შეიქმნას საგამოძიებო კომისია, სადაც ყველა მხარეს ექნება საშუალება და ვალდებულება მობრძანდეს და დოკუმენტალურად დაადასტუროს ან დოკუმენტალურად უარყოს დღეს გაჟღერებული ფაქტები და მეორე, უახლოეს მომავალში კომიტეტის ხდომაზე მობრძანდეს შინაგან საქმეთა მინისტრი და პასუხი გასცეს დღეს გაჟღერებულ ბრალდებას. რაც ჩაიდინა შინაგან საქმეთა მინისტრმა და არსებობს დოკუმენტები ამის შესახებ და ამას ალბათ სულ მალე ვიხილავთ, ამიტომაც პირველ რიგში ჩვენ მოვითხოვეთ მისი გადადგომა და სასწრაფოდ უნდა აღიზრდას სისხლისამართლებრივი დევნის შესახებ საქმე პროკურატურაში. ეს გაცდა TBC ბანკის საქმეს. ეს გაცდა თუნდაც აი ამ ჩვენი გიგანტური პროექტის ანაკლიის საქმეს. ახალი თემის შემოტანით, რომელთან დაკავშირებითაც ჩვენ სრული ინფორმაცია მიუხედავად ცდილობისა ვერ მივიღეთ, მოხდა მთავარი თემის გადაფარვის მცდელობა. ჩვენ სამწუხაროდ რამდენიმე კითხვაზე დღეს პასუხი ვერ მივიღეთ და იმედია რომ მომდევნო პერიოდში ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვექნება საშუალება მივიღოთ ინფორმაცია, მათ შორის გამოძიების შედეგების მიხედვით, როდესაც განცხადებელი ამ განცხადების ავტორი უფრო ზუსტად ამბობს რომ იყო მუქარის შემცველი წერილი კონკრეტული პირისგან, მან უნდა დაასახელოს დრო, ადგილი, საშუალება და შინაარსი. როდესაც ამაზე თავს იკავებს, მეტი კითხვის ნიშნები ჩნდება. გიორგი გახარიამ დღეს ასევე თქვა, რომ მზად არის საკანონმდებლო ორგანოში მივიდეს, სანამ შინაგან საქმეთა მინისტრი პარლამენტში მივა, უკვე ცნობილია, რომ მამუკა ხაზარაძეს დღეს გაკეთებული განცხადებების გამო განმარტებების გაკეთება უკვე გენერალურ პროკურატურაში მოუწევს. დიდი მადლობა ნინო, ეს ნინო არგულიანი იყო.